თინა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი მიფრინავდა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიასთან და სხვა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და აეროპორტში არ გაუშვეს და ფაქტობრივად შეგვეცდოს ბოლო წამს მიასწრო, შეიძლება ითქვას თვითრინავს, იმიტომ რომ არ უშვებდნენ გაუნერებ თითქოს იმ ჯარიმიდან, რომელიც მას აქვს რუსთავზე დგომის გამო მიღებული, თუმცა ეხლა ეს არ ახალი ცნება გახლავთ, იმიტომ რომ მართლა რკინის ფარდა ეშვება, ხალხო თინას სტატუსშიც იყო ამაზე საუბარი, რეალურად რკინის ფარდა ეშვება ჩვენსა და დასავლურ სამყაროს შორის და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს შეეხება ეს, არამედ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს, ხო? ერთი მხრივ რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის რომ არ ქონდეს არანაირი კავშირი დასავლეთთან, ამიტომაც არის რომ ისტერიკა აქვს ხოლმე ხოცურ პროპაგანდისტულ საშუალებებზე ნებისმიერ ტიპის შეხვედრებზე, არ ვიცი ხა გუშინ მაგალითად მათი ტელევიზიის წარმომადგენლები მეკითხებოდნენ ძალიან გააფთრებულები რომ რატო ხდება თურმე სამოქალაქო აქტივისტებს ბრიუსელში ევროპელი ბიუროკრატები რატო ხდებიან და რატომ აქვთ მათ ფორუმების ჩატარების საშუალება, ხო? ერთი მხრივ ამის გამოხატული ამის მიზეზი გახავთ ის რომ თვითონ ვერცად ვეღარ მიდიან, ერთი და იგივე ხალხს ხდებიან, ერთი და იგივე ქვეყნის მინისტრებს ხდებიან, ერთი და იგივე ზოგადად პოლიტიკოსებს ხდებიან და მეორე მხრივ არის რა თქმა უნდა სურვილი იმისა რომ საბოლოოდ მოხდეს ჩახსნა ჩვენი დასავლური სამყაროსგან. რაც შეეხება ასევე სტატუსში გამოთქმულ მოსაზრებას, ხო, რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმაზე რომ ან ყველანი ერთად ვდგებით, ვისაც ივანიშვილის რეჟიმი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, ან მართლა მაშინ ხო ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს იდეალური გარემოა, როცა იმის მოგეთ რომ ივანიშვილს ვებრძოლოთ, ერთმანეთს ვებრძოლოთ. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით რომ ივანიშვილის მიერ გაცხადებული კურსი ზოგიერთ რატომღაც არ მიაჩნია ხოლმე სერიოზულად ზაზა შათერიშვილი რა სიტყვა. სერიოზულად ზაზა შათერიშვილი არის ხოლმე ივანიშვილის მთავარი, შეიძლება კობახიძე არ იყოს ხოლმე რიგ შემთხვევებში ისეთი მთავარი სპიკერი ივანიშვილის რახვების, როგორც ზაზა შათერიშვილი. ამიტომ რაც მან თქვა, სინამდვილეში ეგ არის ხოცების მთავარი მიზანი, რომ აი ბადრისნაირმა ადამიანებმა, ჩემნაირმა ადამიანებმა, თქვენმა აი იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ შეგვიძლია რომ ამ პირამიდაში, ფინანსურ კრიმინალურ პირამიდაში ჩავერთოთ ოცნების, უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ვერ ვეწყობით ამ ქვეყანას და თურმე აი ეს ტენდერშიკები კი არ უნდა წავიდნენ და ის ხალხი კი არ უნდა წავიდეს, ვინც ამ ქვეყანას მართლა მომავალს უსპობს. არამედ უნდა წავიდეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, ის ხალხი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, თავისუფალ მედიაში ვინც მუშაობდა, ოპოზიციურ პარტიებში ვინც იყვნენ, ვისაც ზოგადად ქუჩაში დგომის სურვილი აქვს, თორე ხა სახეობების დგანან ქუჩაში და არ ვიცი ნებისმიერი ტიპის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები. ამიტომ კონსოლიდაციაზე ამიტომ არის მნიშვნელობა და კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გამოვიდეთ და ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან კონტაქტი რო გვაქვს, კიდევ ერთხელ ამის გამოხატულება არის რომ უნდა გამოვიდეთ აი მუდმივ თუნდაც ურთიერთბრალდებებიდან, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი კი არა, არაფერი არ მოხდა ამ ქვეყანაში, ისე 4 ოქტომბერს უბრალოდ ხალხმა ჯერ ესეთი პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა და ბევრი სხვა რაღაც მოხდა და გამოჩნდა რომ ხალხი სამდვილეში ქუჩაში გამოდის და აკრძალვის კანონი მიღებული ხა მიღეს ნაცეთს რო უეჭველი ეხებათ ეს ახლა ვიცით მაგრამ რაღაც დონეზე აუიგზავნენ ნაცშივის შეიყვანს ნახოთ სია გაირკვევა ირაკლი ამაზე კითხავ აუცილებლად სააკაშვილის სტატუსის გამო ქვეყანდა სოციალურ ქსელში რომელიც წერს რომ როგორც ვარდების რევოლუციის ორგანიზატორი ვაცხადებო რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება ბევრი რამე მოხდება სპონტანურად თუმცა ამ სპონტანურობასაც სჭირდება მომზადება ამაზე კითხავ მოგვიანებით ამ წინააღმდეგობის კონტექსტში და სხვა შორის ძალიან ბევრი პარალელის შესახებ საუბრობდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელებიც ამ პერიოდში 4-მდე კონკრეტულად, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ბადრი თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, ანუ აი როგორ ცდილობს ახლა ოცნება მიწვდეს ანუ ყველაფერს თითოეულ პროტესტის თითოეულ მონაწილეს, პარტიას თუ მოქალაქეს ასე შემდეგ. აი როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ და აღწეროთ ეს პროცესი და როგორ ფიქრობთ, ანუ რეალურად რა გავლენის მქონე იქნება? აი ამის შემდეგ რა მოუვა იმ მრავალდღიან წინააღმდეგობას, რომელიც არის ჯერჯერობით სახეზე, მაგრამ კობახიძის ენაზე რო ვთქვათ, შესაძლოა კიდევ სხვა სურპრიზი შესახებ გახდეს ცნობილი, ხომ? რა სიტყვით? პირველ რიგში მაგისალვეთ მესალმე მაყურებელს. ჩვენ ზოგადად ილუზია არ უნდა გქონდეს იმის, რომ როგორც ფილმებში ხდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო არის კეთილი და ეს რომ ავტომატურად ესე მოხდება. ამ განცდით არ უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ რეჟიმმა ვერ მოახერხოს ის რა მიზანიც მას აქვს და რაც აქვს ჩაფიქრებული და ჩემი აზრით მათი ეს ჩანაფიქრი არის ის, რომ ამ ქვეყანაში მათ გაუქმონ ზოგადად პოლიტიკა და ერთადერთი პოლიტიკოსი და ერთადერთი პოლიტიკური პარტია თუ ვინმე იქნება ამ ქვეყანაში იქნება ბიძინა ივანიშვილი და იქნება პარტიის სახით ქართული ოცნება. ეს არის ქართული ოცნების მიზანი, რომ ამგვარი ტიპის კონსოლიდაცია მოახდინოს ძალაუფლების, რომ არნაირი კრიტიკული აზრი, არნაირი განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში არ არსებობს.
მოქმედდეს და ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მათ მოსპონ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედია, მოსპონ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები, რომელიც მათ რეალურ წინააღმდეგობას უწევენ და მათ იმ სამოქალაქო ჯგუფებს თუ იმ საზოგადოებას, რომელიც აპროტესტებს მათ ესე რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტულ ქმედებებს, ვინც ყოველდღიურად ამ ბრძოლის ავანგარდშია, ეს ადამიანები იმდენად შეავიწრონ, მათ შორის ფინანსურად, მათ შორის პირადი თავისუფლების კუთხით, რომ ფიზიკურად ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის თქმის სურვილის მქონე ადამიანი აღარ დარჩეს. ეს არის ქართული ოცნების აი ბადრი, რა რესურს ტოვებს, მოდი ესე კითხავთ, ეხლა ეს ინიციატივები, რომელიც ჩვენ უკვე საქმეზე გადავიდა ოცნება, ხო? იქამდე ანონსი იყო, შემდეგ გადადო ეს გაუქმება და ეხლა პირველი მოსმენით იღებს ეს სხვათა შორის ნახოთ რა ტიპის გზავნილი შეიძლება იყოს დასავლეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, პარტიების გაუქმებისკენ უკვე კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული, პირველი მოსმენით მიღებულია და ვიცით რომ დაჩქარებული წესით იხილება და მეორე საკითხიც ეს აქციებთან დაკავშირებული პირველი მოსმენით მიიღეს. ანუ რეალურად ამის შემდეგ რა იქნება? აი ვიცი რომ ძალიან დიდი განხილვაა სოციალურ ქსელში, მოკლედ თუ გრძელვადიანი პროტესტის რაობაზე, ეფექტურ თუ არაეფექტურ გზებზე, ამის შემდეგ რა უნდა იყოს, ვის რა რესურსი აქვს ამ პროცესში? აი რა ზოგადად მჯერა რომ ეს უნდა იყოს ამის მერე. ძალიან რთულია რომ საქართველოს გადააქციოს ივანიშვილმა შუა აზიის რესპუბლიკა, თრისი მას დიდი სურვილიც აქვს და ამ ყველაფრის დამადასტურებელი არის უწყვეტი ბრძოლა ქართველი ხალხის, რომლებიც 300-ზე მეტი დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან და აფიქსირებენ, რომ ისინი ამ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებენ. მე ზოგადად ჯერა ერთი რამის ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ შეგვიძლია იმგვარი ტიპის უპირატესობის მოპოვება, თუ კი ამ ქვეყანაში ჩაერთვება სწორი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე და ჩვენი ბრძოლა არ იქნება მხოლოდ აქტივიზმის იმედად, რომ როგორც არჩევნების გზით, ასევე ქუჩის გზით შესაძლებელი არის ჩვენ ქართული ოცნებას რეალურად წავართვათ ამ ქვეყანაში ისეთი ბერკეტები, რომელიც ამ ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას უზრუნველყოფს და ჩემეთ ეს არის მთავარი გასაზრდელი აქეთ ხარეს რომ ყველა გზით როგორც ქუჩის, ასევე არჩევნების გზით კი კაფეო თუ სამ, ამას კიდე ერთხელ ხაზს, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენ მათ შორის არც ერთ არჩევნებზე, რომელიც აქამდე ჩატარებულა ოპოზიციურმა ფლანგმა, რა დაპირებასაც გავცემდით ხოლმე, რომ ჩვენ მოვიგეთ იმ ხელა უპირატესობით, რომ ქართულ ოცნებას არ იყოფა გაყალბების მაჩვენებელი, ჩვენ ამ ხელა უპირატესობა ვერც ერთხელ ვერ ვაჩვენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არჩევნებს ყოველთვის ცუდი მეთოდებით ატარებს, ყოველთვის ყალბდება ეს არჩევნები, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ჩემით ამ უპირატესობის მოპოვება არის შესაძლებელი, თორე ამ უპირატესობის მე რო არ მჯეროდეს ეხლა და დღეს ამ ეთერშიც რომ მე პოლიტიკოსი მაწერია ქვემოთ, ან ვინმეს რო პოლიტიკოსი აწერია და ის ადამიანი თუ კი საუბრობს რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს აზრი აქვს დაკარგული და ერთადერთი გზა არის ამ ქვეყანაში ეხლა ქუჩა და ხვალ თუ ჩვენ რევოლუციას არ ვაწყობთ, მაშინ გაუქმთ ამ ქვეყანაში პოლიტიკა, ის ადამიანი არის მატყუარა და მეც ვიქნები მატყუარა თუ ისევ გავაგრძელებ პოლიტიკოსად პოზიციონირებას და რაღაცა პარტიის სახელით ვილაპარაკებ და ესეთ პოლიტიკურ რაღაცა ისეთებს შევიქმნი, რომ თითქოს პოლიტიკოსი ვარ და თუ მე პოლიტიკოსობა მინდა ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ქართული ოცნება რასაკეთებს, მე ადამიანებს უნდა ველაპარაკო. დღეს გონია რომ ჩვენ დობის აღდგენა გვჭირდება და არსებობს კიდე უამრავი ადამიანი, ვინც დღეს ჩვენ მხარეს არ არის. ეხლა ჩვენ როგორც არ ბრაზდებოდეთ ქართული ოცნების ქმედებებზე და როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს მათი ეს ბრუტალური დამოკიდებულება, მიუხედავად ამისა, ადამიანების დიდი ნაწილი არსებობს, ისაც შიშები აქვს ხელისუფლების სულებას დაემართები და ამ შიშების გაქრობა არის მნიშვნელოვანი, იგივე კაფეო ხედვა როგორი იქნება მომავლის საქართველოს და ამ ყველაფერზე არის ჩემი აზრით სამუშაო. კარგი, მადლობა ბადრი. ეხა ისევ ირაკლის მინდა დაუბრუნდე. ირაკლი, აი ბადრი მახსენდა ნდობის აღდგენის საკითხი და სხვათა შორის ზოგადად ნდობა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტიკოსისთვის, ხომ? ანუ ის რაზეც საუბრობს, ის რასაც პირდება მოქალაქეს, ეს უნდა იყოს სანდო და ამან უნდა გამოიწვიოს, ეს ელექტორალური თუ არაელექტორალური, ნებისმიერ შემთხვევაში მხარდაჭერის ზრდა არის თუ არა საარჩევნო, თქვათ, ციკლი აქტიური. აი ხა სააკაშვილის სტატუსი ვახსენე, სადაც ის ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის კოპირება არ გამოვა, ბევრი რამე მოხდა სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. ირაკლი, აი როგორ ფიქრობ რეალურად რა ამ სტატუსერის თქმა შეგიძლია და სააკაშვილი აქვე წერს, რომ ეს ყველაფერიო სასწრაფოდ შესავსებიაო, ბოლომდე სწორად ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს. აი რის თქმა შეგიძლია კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ყველაზე მეტად რაც მესმოდა ამ წინა პერიოდის განმავლობაში, ეს იყო რაღაცნაირი აი ხშირად ხსენება, პარალელის გავლება
ემთხვევა ვარდების რევოლუციასთან, რომ ისევ შესაძლებელია და რაღაცნაირად არ გათვალისწინება იმ სხვადასხვა კონტექსტის, რაზეც მე მუდმივად მქონდა კითხვა, რომ რამდენად სწორი არის აი ამ პარალელის და მაგალითის მოყვანა. აი ეხლა რისი გააზრება მოხერხდა და რისი არა. ვარდების რევოლუციასთან პარალელში გავლებული იყო იმის გამო, რომ საუბარი იყო ხოლმე, რომ როგორ შეიძლება მოხდეს ყველაფერი მშვიდობიანად და ისე, რომ კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით იყოს გარანტირებული თქო და ქვეყანა არ დაზიანდეს, პირიქით განვითარდეს ამ ყველაფრის შემდგომ თქო, რაც შეეხება უშუალოდ ფორმას, მეც ამას ვამბობდი და სატელევიზიო ეთერებს არსებობს ამის და მეც და ბევრი ჩემი მეგობარიც, რომ შეუძლებელია კოპირება მოხდეს კონკრეტული ფაქტების, ხო, რაც მოხდა 9 აპრილს, რაც მოხდა 23 ნოემბერს, ფიზიკურად ვეღარ განმეორდება ის, რომ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ მშვიდობიანად უნდა მოხდეს ცვლილება საპროტესტო გზით, როგორც მოხდა 23 ნოემბერს ერთია, მაგრამ ზუსტად იგივე გზით რო არ გამოვა და ეხლა მანდამის პარლამენტში შესვლა და ჩაისდალევა რო არ ექნება ფორმა იმის თუ როგორ წავა რეჟიმი, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ჩემი აზრით ისაც ხადი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ბევრ იმ ასე ვთქვათ ცოდნას, რაც მივიღეთ თუნდაც 4 ოქტომბრის შედეგად, თავარი იცით რა გახლავთ? ხალხი ვინც ტორობს ხოლმე ამ ფარეს. არა, 15 ოქტომბერია, მე ვთვლი რომ ყველა დღე არის, უნდა იყოს რაღაც ისე მაინც ჯერო არც ისე გრილია ეს ყველაფერი რაღაც რეფლექსიისთვის. უნდა გამოყენება, მაგრამ აი რა არის მთავარი? არა, ხო და მთავარი რა არის? მე მინდა რომ აი ამ სკეპტიკოსებს მალე აკრძალავს ოცნება მისი ანონსი. სკეპტიკოსებს მინდა უპასუხებს, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს და საერთაშორისო კუთხით დამძიმდა ჩვენი მდგომარე. ხა რა დამძიმდა? ხა ვინმეს გონია რომ მოჯადოებული წრე გაარღვია 4 ოქტომბრის შემდგომ ბიზნეს ივანიშვილმა და სანქციები შეუმსუბუქდა თუ ევროპაში გახდა უკვე ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი მისთვის კარები გაიღო და სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინა ამერიკასთან თუ რა მოხდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთოს თავმჯდომარის შემთხვევაში ვერ ნახა ამ ხალხმა ეუთოს თავმჯდომარემ წარმოიდგინეთ ამდენად ნეიტრალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ იმის შემდგომ რაც შეხვდა ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს მიაშურა რუსთაველის გამზირს მაშინ როცა ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა როგორი დემონიზირებული და დისკრედიტირებული არის რუსთაველის პროსპექტის აი ეს პროტესტი თვითონ ივანიშვილის ბანდის მიერ და მათ შორის დღეს მოუწია შეხვედრის გადადება და გადადeba გაუქმება ირაკლი ყობახიძეს და იცით როგორ მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა რო არის ეს ერთი არის რა თქმა უნდა ფინეთი ისევ მნიშვნელოვანი ქვეყანა არის როგორც ყველა ჩვენი ევროპელი ასე ვთქვათ მეგობარი ქვეყანა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი ეს უნდა გაუთვალისწინოთ რომ მათ ამით შეუერთყოფა მიაყენეს ბატონ სტუმსაც რომელიც არის ფინეთის პრეზიდენტი რომელსაც აქვს ყველაზე ახლო მეგობრული ურთიერთობა ბევრის აზრით დონალდ ტრამპთან და ხშირად როცა ევროპასთან დაკავშირებით პოზიციებს აჯერებს ხოლმე დონალდ ტრამპი და გადაწყვეტილებებს იღებს ამ კაცს უსმენს ხოლმე ამიტომაც როცა ჩვენ ვსაუბრობთ ივანიშვილის ამ ნაბიჯებზე შეუძლებელია 4 ოქტომბრის შემდგომ ამ მიმართულებით აი საერთაშორისო ზეწოლის მიმართულებით რაიმე ყოფილიყო უარესობისკენ ამ ხრივ პირიქით აი გარღვეულიყო ან რაღაც დისკრედიტაცია მოხდარიყო პროტესტის ან რომელიმე პლატფორმაზე და მეორე რაც მნიშვნელოვანია რაღაცნაირად ცდილობთ გამოიწვიოთ რეაქცია იმაზე რაც ხდება ეხლა თუნდაც ამ რეპრესიული კანონმდებლობის თვალსაზრისით და მიზანი გაქვთ რომ უფრო მეტ რეაგირებას ხედავდეთ მაგრამ ვერ ხედავთ შიდა პროტესტი თუ ჩვენ აქციები არ დავანონსეთ თუ აქციები არ ჩამოვიდეთ სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებზე მე არ ვისაუბრებ პირდაპირ გეტყვით რატო არ ვისაუბრებ იმიტომ რომ ის ხალხი არის ციხეში და ის ხალხი იბრძოდა თავისუფალი საქართველოსთვის და მე ხარ რომ დაუждე აქ ეთერში თავისუფალი და რო ვილაპარაკო აი ეს შეცდომა და ეს შეცდომა და ჩემთვის მორალურად და პოლიტიკურად იქნება აბსოლუტურად არასწორი და არა იმიტომ რომ მარტო ჩემი მეგობრები არიან ეხა არის ამის კიდე თავიდან გარჩევით რომ მე სპეციალურად გეკითხებით შემდგომ პროცესზე ამიტომ ვიზახი რომ არ უნდა მოგვერიდოს არა ამაზე პასუხობ ზუსტადაც რომ იმის გამო და ამიტომ ვახსენე რეფლექსია და სწორი შეფასება რომ სწორი გზა ნახო ხო სწორი თქვა შეფასება სწორად სწორი გზის ნახვა რთულდება არა აი სხვა რაღაცას გულს ნახე რაც მე ვიღაცები ამბობენ რომ აი ხა დიდი თარიღი დიახაც კიდე უნდა ჩამოვიდოთ დიდი თარიღები კიდე უნდა შევქნა რა თქმა უნდა დიდი ერთობები და მოემზადოთ დიდი საპროტესტო აქციები სხვა გამოსავალი არ არსებობს და როცა ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც პროცესზე რომელიც შეიძლება იყოს საარჩევნო პროცესი ან დემოკრატიული პროცესი ეს ხალხი უბრალოდ გძალავს და ფიზიკურად ყველა ზღუდეს აბსოლუტურად ყველანაირ შეზღუდვას აწესებს რომლითაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ მიიღებ მონაწილეობას იმ პროცესში რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხო ამიტომ ერთადერთი რჩება ქუჩის პროტესტის გზა და შეუგუებლობის და დაუმორჩილებლობის გზა ეს არის ერთადერთი გზა და საერთაშორისო წნეხი აუცილებლად გაიზრდება იმიტომ რომ ეს არის ისეთი სპირალი ივანიშვილისთვის სადაც მას მოუწევს თავისუფალი ქართული საზოგადოების უფრო მეტი რეპრესირება სად მოხდება საბოლოო ჯამში ამ რეჟიმის რეპრესიული აპარატის გაჩარება სად იმოქმედებს ყველაზე ეფექტურად სანქციები ანუ ვიდრე კი გავიგე რასაც ამბობთ
ცოტა დრო გვაქვს და რაღაცნაირად მინდა რომ თქვა ორი სიტყვა რომ ანუ ვიდრე რაღაცა არ გაირკვევა იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა, ანუ კიდევ თქვა ახალ თარიღებზე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისგან საუბარი, როგორ ფიქრობთ რელევანტურია, იმიტომ რომ ნდობაზე დავიწყეთ, ხო, ლაპარაკით დავიწყეთ ეს საუბარი. პირველ რიგში, ანუ თუ არ გაიგო ადამიანმა, იმიტომ რომ ერთი მხარე ხო არ ყავდა ამ პროცესს, ხო, ორი ყავდა, ერთი იყო მოწყვლადი, როგორც ითქვა, რაღაცა ორმაგი მოღალატე და მრავალი სიტყვა იყო გამოყენებული, ნებისმიერ ამგვარ პროცესს აქვს ორი მხარე. და ამიტომ დაგისვი კითხვა ნდობასთან დაკავშირებით არწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ სურვილი და მოთხოვნა, რომ ამ ხრივ გადაიდგას ნაბიჯები. არა, ეს არა, ნდობასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ უბრალოდ იმენა თვითგადარჩენის საქმე გახლავთ, რომ გასაგებია, რომ ნდობაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ნდობის დაზღვევა მაშინ ეს ვიტყოდი მე ყველაზე მარტივად შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ერთად ვიქნებით ხოლმე კონკრეტულ აქციებზე, ხო? აი თუ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა იყოს, ახლა იმ შემთხვევაში ეს კონკრეტული ინიციატორები არ იყვნენ პარტიული ინიციატორები, რაც არ უნდა ეცადოს რეჟიმის პროპაგანდა და თუნდაც სხვა მისი სასარგებლო მოკავშირეები აქეთ თუ იქით მხარეს, ეს არ იყო სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსები შეუერთდნენ. სხვა ინიციატივებიც უნდა წამოვიდეს, მაგრამ თუ ჩავქოლეთ, კაცო, ის ხალხი, ვინც თავს გადადებს და თავისუფლებას აღუკვეთავენ და ძალიან დიდ რისკის ქვეშ დააყენებენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და თავისუფლებას, მე მართლა აღარ აიღებს არავინ ამ ინიციატივას საკუთარ თავზე. ამიტომაც პირიქით უნდა ვიყოთ ორიენტირებულები იმაზე, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს და ვინც დაანონსებს, მე 26 ოქტომბერს მაგალითად საერთოდ არ მომიღია მონაწილეობა, საერთოდ არ ვიცოდი ეს აქცია რო ანონსდებოდა, მაგრამ აუცილებლად წავალ იმ აქციაზე და ესე უნდა ვიყოთ ყველანი. როცა იქნება აქცია, უნდა წავიდეთ ყველანი, ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა. კი, კიდევ ბევრია სასაუბრო და გვექნება დრო ჯერ ამის ბოლოს ვიცი რომ აღარ გვაქვს დრო 30 წამი მინდა რომ ბადრის მივცე და დაგემშვიდობებით ამით. აი ერთ ნაწილს მინდა შევეხო ამ პარტიების აკრძალვასთან მიმართებით. აი ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებს, რომლებიც შეიძლება დღეს ბედნიერები არიან იმით, რომ ოპოზიციური პარტიები იკრძალებიან, აი ერთი მარტივი რამ მინდა აუხსნა, რომ მათ რატომაც გონია ჩათვალეს მართლა, რომ და ეს პროპაგანდა მას დააჯერა, რომ თითქოს ოპოზიციური პარტიების არსებობა არის მათი ცუდი ცხოვრების მთავარი მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს კარგი ეკონომიკა, ამ ქვეყნიდან გარბიან ადამიანები, რომ თითქოს ამის მიზეზი არის ოპოზიცია. აი, როცა გოჩაე ნუქიძე, ანზორ ბოლქვაძე ესეთი ადამიანები არიან დღეს ქართული ოცნების წევრები, რომელი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას აპირებენ ესენ. ჯერ მოდი ამ ხალხით დაიწყონ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ დეპუტატები და მე ამ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი და მე მკრძალავენ. ეხლა ეს არის მათი ქართული ოცნება. ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით და დღეს უნდათ რომ დემოკრატია გაუქმონ ამ ქვეყანაში და ჩემი ერთ ჩვეულებრივ კატასტროფის წინაშე ვდგავართ და ის ხალხი, ვინც დღეს დუმილით ეგუება აქმედებებს, საკუთარ თავს წირავს საომავლოდ მონობისთვის. დიდი მადლობა ორივე თქვენგანს. დაგემშვიდობებით ამჯერად ირაკლი ფავლენიშვილი და ბადრი გრიგალაშვილი იყვნენ ჩვენი